წინა წლებთან შედარებით რეგიონული ტელევიზიების მუშაობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ნათქვამია ინტერნიუსის საქართველოს მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებში. ძირითად მიგნებად მონიტორების საარჩევნო სუბიექტთა ნეიტრალურ ტონში გაშუქებასა და ჟურნალისტთა მხრიდან საკუთარი მოსაზრებების ნაკლებად დაფიქსირებას მიიჩნევენ. რაც შეეხება ხარვეზებს, მონიტორინგის შედეგების თანახმად ჟურნალისტები არ სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ჩვენს არხზე სუბიექტების გაშუქებისას ნეიტრალური ტონის ჭარბობდა, სიუჟეტებში ჟურნალისტები განსხვავებული პოზიციების ჩვენებასაც უთმობდნენ დროს და ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის მიმართ კრიტიკული შეკითხვებიც ისმოდა. ანგარიშში მედია ვასაძესა და ჯაბა ანაინძეს შორის დაპირისპირებაც მოხდა. კონკრეტულად კი 13 ივნის ტელეკომპანიის მიერ პროტესტის ნიშნად შეწყვეტილი მაუწყებლობის ფაქტი, როდესაც არხის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტების განცხადებით ისინი იძულებულნი გახდნენ პროტესტის რადიკალური ზომებისთვის მიემართათ, რადგან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ მოვკვირდებოდით როგორც საინფორმაციო გადაცემა გამოშვებებს, ასევე თოქ-შოუებს, რომელიც ამ პერიოდში ხდებოდა. ძირითადი მიგნებები, რაც ამ პერიოდში გამოიკვეთა, არის ის, რომ ტელეკომპანიები ძირითადად ცდილობდნენ საინფორმაციო გამოშვებებში, რომ ეს ყოფილიყო ნეიტრალურ ტონში წარმოდგენილ და ნაკლებად სვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს. ცდილობდნენ ასევე, რომ გააშუქებინათ წინა საარჩევნო კამპანია და წინა წლებთან შედარებით წინა საარჩევნო კამპანია უფრო ხშირად შუქდებოდა. პოზიტიური ტენდენცია არის ის, რომ თოქ-შოუები, მათ მიერ მომზადებული თოქ-შოუები ამომწურავია და იქ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. მაგალითად, მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისში წარმოდგენილი მერობის, გამგებლობის, მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები, თითქმის ყველა კანდიდატი იყო წარმოდგენილი 16 რეგიონული ტელევიზიის ეთერში და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე